დიდი მადლობა მოგესალმებით, მივესალმები ტელემაყურებლებს. მართლაც რიტორიკული იყო თქვენი კითხვა და ასევე პასუხის გარეშე დავტოვებ მეც მას. რაც შეეხება საკონსტიტუციო კომისიას, პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ფორმატი იყო თავიდანვე სრულიად მიუღებელი, ფორმატი იყო ისეთი, რომ ყველამ კარგად ვიცოდი დასაწყისიდანვე, რომ ერთპარტიული იქნებოდა გადაწყვეტილებები საკონსტიტუციო კომისიის, ახლა აღარ შევალ სიღრმეებში თუ როგორი კონფიგურაცია არის იქ, იცით რომ უდიდესი უმრავლესობა წარმოადგენს სწორედ ქართული ოცნების ინტერესებს და ამიტომ საუბარი იმაზე, რომ საკონსტიტუციო კომისია რეალურად მიიღებდა ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც ქვეყნისათვის არის მნიშვნელოვანი, თავიდანვე იყო ძალიან მცირე. თვით ასეთი ფორმატის პირობებშიც კი ჩვენ ვიღებდით მონაწილეობას აქამდე საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში, რომ იქნებ მცირე რამეთ მაინც შევძლოთ გაუმჯობესება იმ გადაწყვეტილებების, რომელიც საბოლოო ჯამში იქნება აქ მიღებული. თუმცა აი სად არის თქვენი წითელი ხაზები, ბატონ ნუგზარ, სად გადის პრეზიდენტის არჩევის წესზე თუ საარჩევნო სისტემაზე? პრეზიდენტის არჩევის წესი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ კონსოლიდირებულ პოზიციას მთელი სახელმწიფო ვერტიკალის და ეს პოზიცია არის მართლაც კომიკური, რომ არ იყოს დაკავშირებული კონსტიტუციასთან, ქვეყნის ძირითად კანონთან. სადაც გვეუბნებიან, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს არა ავტორიტეტული, პრეზიდენტი უნდა იყოს არა ქარიზმატული, რომ პრეზიდენტს არ უნდა ჰქონდეს გავლენები, რომ პრეზიდენტი არ უნდა იყოს დაკავშირებული, თქვათ, საგარეო პოლიტიკასთან, ასე რომ პრეზიდენტი არ უნდა იყოს დაკავშირებული საშინაო პოლიტიკასთან. არა, საგარეოსთან რო არ იყოსო, ეს არ უთქვა. ყველგან თემ სოფლიოში ნუ იქაც არის კონტრასიგნაციებზე საუბარი, იქაც უფლებამოსილეები ეზღუდება ამ მიმართულებით და კიდევ ბევრი მიმართულებით ეზღუდება პრეზიდენტს უფლებამოსილეები, მაგრამ უმთავრესი გახლავთ ის თუ ვინ იქნება წყარო პრეზიდენტის უფლებამოსილეების. ეს წყარო იქნება ხალხი, ხალხს ექნება შესაძლებლობა რომ პირდაპირ აირჩიოს თავისი პრეზიდენტი, თუ აქაც მოხდება ისე, რომ ქართული ოცნება მოახდენს სრულ მონოპოლიზაციას ამ მიმართულებაზე, წაართმევს შემაკავებელ ფუნქციას, შტოებს შორის ბალანსის, სახელმწიფო შტოებს შორის ბალანსის ფუნქციას პრეზიდენტს და აქაც იქნება მისი ერთპიროვნული დიქტატი. ჩვენ რასაც ხედავთ ზოგადად სახელმწიფო ინსტიტუტებთან მიმართებით, ეს ამას ექვემდებარება ქართული ოცნების მხრიდან ახლა უკვე საპრეზიდენტო ინსტიტუტი. ჩვენ ვიცით, რომ პრაქტიკულად არ არსებობს საქართველოს პარლამენტი და დაქვემდებარებული არის ერთი ადამიანის კონტროლს, აღმასრულებელი ხელისუფლება დაქვემდებარებულია ერთი ადამიანის კონტროლს, იყო მცდელობები მედიის დაქვემდებარების, ახლა უკვე კონსტიტუციით მათ სურთ, რომ დაიქვემდებარონ პრეზიდენტის ინსტიტუტი. ბატონ ნუგზარ, თქვენ რჩებით კომისიაში, თქვენ ეცდებით, ავტორიტარიზმიც აღარ არის. თქვენ რჩებით კომისიაში და თქვენ ეცდებით, რომ თქვენი შეხედულებები როგორმე იქნას ასახული და ეს არ იყოს რაღაც ერთპარტიული დოკუმენტი. მე ასე გავიგე, ანუ თქვენ გეკნებათ ცდელობა, რომ ძალიან მცირე არის. ძალიან მცირე არის იმისი იმედი, რომ რაიმე გონივრული და საღასთან ახლოს ყოფს გაიზიარებს ხელისუფლება არა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, არამედ იმ პოლიტიკური ძალების მხრიდან, რომლებიც არიან წარმოდგენილი, იმ ექსპერტების მხრიდან, რომლებიც იქ არიან წარმოდგენილები, ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ნაციონალური მოძრაობა აღარ მიიღოს მონაწილეობა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში, არ არის მიღებული, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ იმედი არის ძალიან მცირე, რომ იქ საღიაზრი გაიმარჯვებს. თუ საკონსტიტუციო კომისიამ საბოლოო ჯამში მიიღო ის გადაწყვეტილებები პრეზიდენტთან დაკავშირებით, თვითმმართველობასთან დაკავშირებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ჩვენ სინამდვილეში მივიღებთ პოლიტიკურ გზავნის ხელისუფლებისაკენ, რომ საქმე გვაქვს არასაკონსტიტუციო მოდელის გაუმჯობესებასთან, არამედ რეალურად დიქტატურის დაფიქსირებასთან ჩვენი ქვეყნის უმთავრეს კანონში. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, აზრს დაკარგავს მონაწილეობა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში. ხომ ნაციონალური მოძრაობის დროს შეუცირეს უფლებები პრეზიდენტს ძალიან ესე ვთქვათ, ქვემოთ ჩამოვიდა პრეზიდენტის უფლებები, სწორედ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს შექმნილი საკონსტიტუციო კომისიის შედეგი იყო ეს. ანუ დიქტატურისკენ თქვენ დაიწყეთ ამ მიმართულებით ნაბიჯის გადადგმა, იმიტომ რომ მაშინ თქვენ არ გიდარდიათ, რომ პრეზიდენტის უფლებები უმცირდებოდა პრემიერის ხარჯზე. მხოლოდ არჩევის წესი ხომ არ არის პრეზიდენტის უფლებები? ეს არ არის
ეს არ არის კორექტული შეფასება და შეფასება არ არის შეკითხვა. აბსოლუტურად არ არის გათვალისწინებული. გასაგებია, მაგრამ თქვენ შეკითხვაში ჩანს შეფასებაც და ასეთი აზრი გამიგია, არც თუ ისე ხშირად, მაგრამ გამიგია ასეთი აზრი. მაშინ იყო აბსოლუტურად განსხვავებული პოლიტიკური კონტექსტი, ჯერ ერთი ის შემცირებული უფლებამოსილებები მაინც იყო განუსაზღვრელად უფრო მაღალი, ვიდრე ის, რაზეც ახლა დღეს არის საუბარი, როდესაც პრეზიდენტი აღარაფერი აღარ არის საერთოდ, არანაირი უფლებამოსილებები არ ექნება მას და რეალურად იქნება ბუტაფორიული. კი, მაშინ ნამდვილად სხვა პოლიტიკური კონტექსტი იყო, როგორც ამბობენ, სააკაშვილი პრემიერობისთვის ემზადებოდა და ამიტომ გადასცა უფლებები პრემიერის ინსტიტუტს. არა? გასაგებია, მაშინ მთელი ოპოზიციური სპექტრი საუბრობდა იმაზე, რომ პრეზიდენტის ხელში თავმოყრილი არის ძალიან დიდი ძალაუფლება. თქვენ იცით, რომ საპრეზიდენტო ინსტიტუტმა, რომელსაც იფუნქციონირა იმ წლების განმავლობაში, ეს რა პერიოდი იყო? ეს პერიოდი იყო სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბების, მას ჰქონდა მართლა ძალიან დიდი უფლებამოსილებები ამ ინსტიტუტს და ეს მუდმივად ვერ გაგრძელდებოდა. ამიტომ შესაძლოა იმის გამოც, რომ ასეთი იყო კრიტიკა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, სხვა პოლიტიკური ძალების მხრიდან, რომ არ უნდა ყოფილიყო ასე კონცენტრირებული ძალაუფლება, სწორედ ამიტომ მოხდა, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებები შემცირდა, მაგრამ იმ დროისთვის, როდესაც სააკაშვილი ასრულებდა უფლებამოსილებას. დრამატული შემცირება და ბატონო გზარ, მაგისთვის ვარო რაღაცები შევახსენო ყველა სტუმარს. იცით რა არის? ეს პოლიტიკური იგავარაკები და ვიღაცას როგორ წარმოუდგენია, რომ ალბათ იმიტომ შეამცირეს. ეს არის ერთი საკითხი, ეს დაუთმოთ პოლიტიკურ მეზღაპრეებს და ჩვენ ვისაუბროთ იმაზე, რა იყო რეალობა. რეალურად შემცირდა ეს უფლებამოსილებები, მაგრამ პრეზიდენტს დარჩა ძალიან მნიშვნელოვანი უფლებამოსილებები. ის რომ ეს უფლებამოსილებები არის ძალიან მნიშვნელოვანი, პირველ რიგში ხალხის მიერ მისი არჩევითობა გამოჩნდა სწორედ ახლა, როდესაც ქართული ოცნება თავს დაესხა საპრეზიდენტო ინსტიტუტს და სურს მისი მთლიანად მიწასთან გასწორება, მაგრამ აქ მხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუტი კი არ არის მთავარი. მე წეგან მოგახსენეთ, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს ნიველირება და გათხრობა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის და ყველა საზოგადოებრივი ინსტიტუციის. ჩვენ ვხედავთ თავდასხმებს არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ჩვენ ვხედავთ თავდასხმებს პრესაზე, ჩვენ ვხედავთ თავდასხმებს საპრეზიდენტო ინსტიტუტზე, აღარ არსებობს პარლამენტი, აღარ არსებობს აღმასრულებელი ხელისუფლება და ყველამ კარგად იცის და ბატონმა უსუფაშვილმა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარე იყო ქართული ოცნების 4 წლის განმავლობაში, სულ რამდენიმე კვირის წინ აღიარა, რომ რეალურად ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებდა ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ ჩვენს წინაშე არის ახლა ასეთი არჩევანი, არ უნდა დაუთმოთ და ყველაფერი განადგურდეს, საარჩევნო სისტემაც ისეთი იყოს, რომელიც უზრუნველყოფს მცირე ხმებით, მაგალითად, ახლა 48%-ია ქართულ ოცნებას მიღებული და რეალურად ფლობს 78% მანდატების. ან ჩვენ ყველაფერ ამას უნდა დაუხუჭოთ თვალი და ქართული ოცნება რეალურად ჩამოაყალიბებს ერთპიროვნულ დიქტატურას. გასაგები არ ხუჭავთ ჩვენ ამ კომისიის მუშაობას ფართოდ გავაშუქებთ ყველანი. ბატონო გზარ, მე მინდა გკითხოთ სააკაშვილის გამოსვლის შესახებ. ის სახალხო პარტიის კონგრესზე იმყოფებოდა მალტაში ნაციონალური მოძრაობის ლიდერის სტატუსით. მოკეთ ის ლიდერია თქვენი, მიუხედავთ იმისა, რომ კანონმდებლობა ამის საშუალებას არ აძლევს და ასევე ის ამბობს, რომ ქვეყანა რუსმა ოლიგარქმა ჩაიგდო ხელში და უპასუხისმგებლოდ მართავს. თქვენ მოგწონთ ესეთი ფორმულირება, რომ დღეს ჩვენ ვიღაცა რუსმა ოლიგარქმა ჩაგვიგდო ხელში და გვმართავს. ანუ ასე უწოდებთ თქვენ, ასე აფასებს თქვენი პოლიტიკური გუნდი რეალობას ქვეყანაში, სტატუს კვოს, რომელიც არსებობს, რომ ვიღაცამ ჩაგვიგდო ხელში. ანუ არჩევნების შედეგად ეს არის, რომ ვიღაცამ ჩვენ ყველანი ხელში ჩაგვიგდო, ან ჯიბეში ვყავართ, როგორც ქალბატონი ბურჯანაძე ამბობს. ხოლო ახლა ეს მეტაფორები შეგვიძლია სხვადასხვა თქვა, ჯიბეში ვყავართ თუ ჩაგვიგდო ხელში, ასე არ ვიცი, მაგრამ რეალურად მას შემდეგ რაც ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლების სათავეში, ჩვენ ხედავთ, რომ რუსეთთან დათმობის პოლიტიკა აირჩია საქართველოს და ამან ძალიან ბევრი რამ დააკარგვინა ჩვენ ქვეყანას, მათ შორის სუვერენიტეტის შელახვის კუთხით. როდესაც შენ ამბობ, რომ უნდა მოხდეს ქართული პოლიტიკის არმენიზაცია, ეს გახლავთ პრემიერ-მინისტრი ივანიშვილის სიტყვები, როდესაც შენი საჯარო დეკლარაციით ამბობ იმას, რომ საქართველოს აღარ უნდა იყოს განხეთქილების საგანი დასავლეთსა და რუსეთს შორის,
რა თქმა უნდა ეს მიანიშნებს იმაზე, რომ რუსული პოლიტიკური მიმართება გაძლიერდა ჩვენს ქვეყანაში, რამაც ძალიან ძიმე შედეგები მიაღწია. აღარ გავაგრძელებ, რამდენად სასიამოვნოა განხეთქილების ვაშლი. დიდი დაგემშვიდობებით. დიახ, გისმენთ და ასე. არა. განხეთქილების ვაშლი არის სრულიად სხვა რამ, თქვენ ალბათ კარგად მოგეხსენებათ, განხეთქილების ვაშლზე კი არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს დაცვას ვაპირებთ თუ არა და ჩვენ ქვეყნის მეგობრებს ევროპის კავშირს, ამერიკის შეერთებულ შტატებთან აქტიურად თანამშრომლობთ თუ არა ამ მიმართულებით. ამაზეა საუბარი და არა რაღაც ძველბერძნულ მითზე განხეთქილების ვაშლი. თქვენ ეს ძალიან კარგად გესმით. რაც შეეხება იმ კონგრესს, იქ მიწვეული იყო მიხეილ სააკაშვილის სწორედ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის სტატუსით, რაც არის აგრეთვე ჩემი ღრმარწმენით პოლიტიკური გზავნილი, იმიტომ რომ იმ ადამიანებმა, ვინც იქ არიან სხვადასხვა სახელმწიფოების ლიდერებმა ძალიან კარგად იციან ერთი რამ, რომ 7 პიჯაკისათვის სამართალში მიცემული პრეზიდენტი რეალურად არის პოლიტიკური დევნის მსხვერპლი და როდესაც ასეთი კონსოლიდირებული აზრია მსოფლიოში, ეს აგრეთვე ნიშნავს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი როგორც ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ოპოზიციური პოლიტიკური ფიგურა აუცილებლად იქნება ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული, არის კიდევაც და ჩვენ უნდა ველოდოთ მისი როლის გაზრდას ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში. გასაგებია, მოგწონთ რომ მან ტელეკარიერა დაიწყო უკრაინაში? ვერ გავიგე უკაცრავად? მოგწონთ რომ მან ტელეკარიერა დაიწყო უკრაინაში, ის გადაცემის წამყვანი იქნება, როგორც გავრცელდა ინფორმაცია და ფოტოები თავად გავრცელდა. ძალიან კარგია რომ ასეთი იუმორისტულ ნოტაზე ვასრულებთ. იუმორია, მართლა ესეა ბატონო გზა. პირველი არ არის გაინტერესებს ჩემი კი, რა თქმა უნდა. პოლიტიკურ სივრცეში პირველი პოლიტიკოსი არ არის მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც სხვადასხვა გადაცემები წაუყვანია, მაგალითად, ქართულ ტელეკომპანიებსაც ჰქონდათ რამდენიმე პროექტი, სადაც პოლიტიკოსებს მიყავდათ გადაცემები, მეც მიმიღია მონაწილეობა, მაგალითად, მაესტროს პროექტში, სოფლიოში ეს არის სრულიად მიღებული. ბიძინა ივანიშვილსაც მიყავდა გადაცემა. ამიტომ რაც უფრო მეტი კომუნიკაცია ექნება პოლიტიკოს ხალხთან და რაც უფრო მეტად დაინახავენ პოლიტიკოს სხვადასხვა კუთხით, მე ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ ამ პოლიტიკოსის ღირსებაზე მეტყველებს. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ მისი კარიერა წარმატებული იქნება აი ამ მიმართულებითაც, მაგრამ ცხადია, რომ თავარი საქმიანობა მიხეილ სააკაშვილის არის პოლიტიკური, ის ახლა პოსტსაბჭოთა სივრცეზე წარმოადგენს ყველაზე უფრო მძლავრ ოპოზიციას პუტინისათვის და დარწმუნებული ვარ და ხაზგასმით ვამბობ ამას, რომ ის შეასრულებს ძალიან მნიშვნელოვან როლს როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში. ნაციონალურ მოძრაობას აქვს უაქტიურესი კონსულტაციები მიხეილ სააკაშვილთან და ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ჩვენ მივიღებთ საქართველოს პრეზიდენტთან ერთად.